შესახებ, პულსარის შესახებ, მაგრამ თვითონ ჩვენ ჩემპიონატზე არ იქნება ლაპარაკი, ძირითადად იქნება ლაპარაკი იმაზე, თუ რას წარმოადგენს პულსარი და საიდან შეიძლება ის წარმოიქმნას. ნუ დავიწყებ იმით, რომ 1967 წელს ჟურნალ Nature-ში გამოვიდა სენსაციური სტატია პულსარის აღმოჩენის შესახებ. ავტორი იყო ჰიში და ბელი. ჯოსელინ ბელი, ის იყო ჰიშის ასპირანტი. არის ეს ჰიშის ასპირანტი, რომელმაც აღმოაჩინა მას ესე მის ეს ხელსაწყო, რომელიც ვარსკვლავის სიმსიმს უნდა აკვირდებოდეს და ეს როგორ დაჯდა, მაშინ ახალგაზრდა იყო, ოჩეკის ხაბატონია. და აღმოაჩინა, რომ ძალიან უცნაური მოდის სიგნალები, რადიო დიაპაზონში ხდებოდა. მოდის დიაპაზონი რაღაცა სიგნალები, რომლებიც გამოანათებდა წდებოდა. და თან შუალები ამაშორეს აბსოლუტურად ზუსტად მეორდება. იმდენად ზუსტად, რომ ესე იგი აქ ატომური საათის შედგება იმის გაზომვა, რაც ზუსტად წვდის სიგნალების თანამედროვე. ამა ძალიან გააკვირვა, მაგრამ იმედად უფრო ასეთი რამდენჯერ შეიძლება რაღაც სისულელებს ამბობ. და მე აღმოჩნდა, რომ მე ეს კარგად იფიქრე, მაგრამ ის მაინც ძალიან მერგრად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის მართალია, აღმოჩნდა მართალია და მართლაც ასეთი ობიექტი არსებობს. და პირველ რიგში ესე იგი გაუგნებულები იყვნენ და ბევრი რამე ეგონა და კერძოდ ისიც ეგონა, რომ შეიძლება ეს რაღაც ცივილიზაცია, საერთოდ ჩვენ ვაჩვენებთ, მას აქვს რაღაცა აზრი და შეუძლია ასეთი რამის გაკეთება, რომ თან გაუშვას იმედი. მაგრამ ეხლა დღეს უკვე რაღაც 2000-ზე მეტი პულსარი აღმოჩნდა, მას პულსარი დაარქვეს. 2000-ზე მეტი პულსარი აღმოჩენილი. ბუნებრივია, რომ ეს შეუძლებელია ასე ყოფილიყო. მე გაჩნდა ეს ადამიანები, როგორც გოლდი, რომელსაც წამოაყენა ასეთი იდეა, ეს არის მბრუნავი სხეული პროჟექტორი, რომელიც როცა ჩვენთან არის მომართული მაშინ მას ჩვენ ხედავთ და როცა ჩვენთან გაკრიალებული მაშინ არის. აღმოჩნდა, რომ ასეთი მარტივი მოდელი აბსოლუტურად ეთანადებს ყველაფერს და ამაზე დაიწყო მე დიდი ასე ვთქვათ ჩუბი, მაგრამ ეხლა სანამ ამას ჩუბი კი არა, ის იყო სხვადასხვა იდეების წარმოქმნა და რატომ შეიძლება ასე ყოფილიყო, პირველ რიგში ალბათ რატომ არის ესე პროჟექტორი საიდან არის, რატომ უნდა იყოს პროჟექტორი, რაც წარმოადგენს საერთოდ ობიექტი და ასე შემდეგ. და მე ვისაუბრე იმას მეტნაკლებად გასაგები იყოს, რასაც ვიდაბარებთ და მე მინდა დავიწყო აი აქ არის დიაგრამა ზერგი Gerstbruch Rasselis diagram. Transformator. Mouse and Jupyter. Alright. Gerstbruch Rasselis diagram, რომელიც ასეთამეს წარმოადგენს. ეხლა ესეც საინტერესო, თავისთავად ძალიან საინტერესოა ეს Gerstbruch Rasseli იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში. Gerstbruch ცალკე იყო, Rasseli ცალკე. და Gerstbruch-მა 4 წლით ადრე გააკეთა Rasselis ნაშრომი და ეს მოასწავებდა იმას, რომ ასტრონომებმა დაიწყეს უკვე ფიზიკაზე ფიქრი და დაიწყეს პირველად ასტრონომების აღმოჩენას და ძალიან კარგი მეთოდი არის. ჯერ სისტემატიკაში მოიყვანეს, სისტემაში მოიყვანეს ყველა ტიპის ვარსკვლავები, რომლებიც კი მათთვის ცნობილი. და აღმოჩნდა ძალიან საკურველი რამ და აი ეს დიაგრამა დაფაზე, სადაც აი ორდინატთა ღერძზე გადააფასული არის ნათებად რამდენად დიდი ინტენსივობის ენერგია მოდის სინათლეების. აქეთ ღერძზე არის ტემპერატურა. ეს არის დაკავშირებული მასებთანაც და აღმოჩნდა, რომ ჯერ ეგონა თუ ეს ქაოტური უნდა ყოფილიყო და აღმოჩნდა სულაც არ არის ქაოტური, რომ მთელი ნორმალური ვარსკვლავები სოფადად მისდევენ არიან Agustin ხედავთ ალბათ რომ აი ეს ძირითადი არის. აი ამის გაყოლებაზე რაც არის, ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური ვარსკვლავები სხვადასხვა სიდიდის. და ისინი განლაგდებიან აი ესეთი აი ამ დიაგრამის აი ამ წიფერზე.
უცოტი არ არის, მაგრამ გაცარია. ცირია. აი სადა. მაუსი შეიძლება. ის არის იყო. არ ვიცი, ეს ის. აი კიდე το პედავ. აი ეს არის ის თავი როდესაც ის არის. მაგრამ გაიგო რომ არსებობს კიდევ ამისგან განსხვავებული ამ სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც ქვია დაიკითხენ არის ეს სუქიდეში არიან სუპერ გიგანტები, შემდეგ არიან გიგანტები, შემდეგ არიან სუბგიგანტები და ასე შემდეგ. და აქედან არის კი არიან თეთრი ჯუჯები, ესე იგი ეს არის განსხვავებული ვარსკვლავები და მე როგორც აღმოჩნდა შემდეგში აღმოჩნდა ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ ეს არის ასე ვთქვათ მკვდარი ვარსკვლავები. მკვდარი ვარსკვლავები და ეს მკვდარი ვარსკვლავები აი ისინი არიან სუპერ გიგანტები, რომელშიც ჩვენთან აი გიგანტებში შედის ის პულსარები არის და ეს რატომ ხდება? აი ამაზე კიდე ცოტა ლაპარაკობ. და ხდება იმიტომ რომ ალბათ შეიძლება ჩვენი გზა არის ზედა ყველა ვარსკვლავი წესრიგებული არის და რატომ არის წესრიგებული? იმიტომ რომ გვაქვს ასე ვთქვათ ორი პროცესი, რომელიც ერთმანეთს აბატონებს. ეს არის პირველ რიგში არის ის ცხელია ეს ჩვენ ვიცით რომ იქიდან ტემპერატურა არ უნდა იყოს დიდი და ის გაზომილის არის ტემპერატურა სხვადასხვა ხერხები. და იქიდან ესე იგი მოდის ჩვენთან სხივი. ესე იგი იქ გვაქვს რაღაცა, რაც იწვევს ამ ტემპერატურის აწევას და ერთსიტყვით ნორმალიზებას და ხდება რა? ეს ტემპერატურა როცა მაღალი არის, მაშინ ბუნებრივად დინახავთ ამ ჩაიდან როცა ესე იგი გამოდის ოქრო და ყველა მიმართულებით გარბის. ყველა მიმართულებით გარბის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი გრავიტაცია, რომელიც არის გრავიტაციის ძალა, რომელიც არის მიმართული ცენტრისკენ. ცენტრისკენ და ეს ორი ტენდენცია, რომელიც ესე იგი აბატონებს ერთი ნაწილაკი ცოტა წავიდა ცენტრისკენ და მეორე კი გვაქვს ტემპერატურა, ამიტომ ის ცენტრისკენ ჯარების წარმოება თავდადიურად კონსერვატივის. და თავარი კითხვა რომელიც გაისვა ეს იდეა პირველად მოვიდა აკურ ელექტრონს, რომ მას აინტერესებდა ძალიან რატომ ხდება ასე ვთქვათ რა არის წყარო ენერგიისა, რომელიც ასე დიდი არის და საერთოდ უნდა გაჩნდეს. ამ დროს როცა აკურ ელექტრონი ამაზე ფიქრობდა, ჯერ ატომური ბომბი არ იყო თვითონ აფეთქებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლობდნენ იმასთან და იცოდნენ რომ არსებობს ატომური ბომბი, რასაც დაარქვეს, ელექტროჩაჭური რეაქციები არსებობს. მოხსოვს ეს წლებების, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო რომ რაღაც ენერგიის წყარო არსებობს. და ამიტომ უმეტესობა ასტრონომებისა ფიქრობდა რომ იქ შესაძლებელია სწორედ ასეთი რეაქციები, ესე ატომური პატარა ატომური ბომბი ხდება და აქედან არის ეს დიდი ენერგია. მაგრამ აი გამოჩნდა ესეთი ქალბატონი, რომელსაც ერქვა სესილ პენი, რომელიც ძალიან დაინტერესდა რატომ ხდება ასე. ის ჯერ ფიზიკის დაინტერესდა და კემბრიჯში დაიწყო სწავლა, მაშინ ქალბატონს იმოდაში ფიზიკაში და რეზერვორტის მოწაფე გახდა, რეზერვორტთან დაბნელი ის იყო შემოთვლილი თავისი მოწაფეების გაცემით, რომელიც სოფალში ძალიან დასწინებულდა ცუდად ექცეოდა. ინაიდან ეს გოგო ასე წერდა თვითონ რეგულაციაში შესაძლებელი და ამას ვერ დაუწყო და წავიდა პროჯექტებთან ნორმალურ კასთან ელექტრონთან რომელმაც უთხრა რომ ყველაზე საინტერესო ეხლა რასაც შეიძლება შეგიძლია ეს არის სწორედ ის თუ რატომ ხდება გაცხელება ასტრონომიის. იქ ისე რაღაცა შეურაცხყოფილი იყოს ესეთი კემბრიჯში და წავიდა ჰარვარდში. ჰარვარდში თითქოს უკეთესად ექცეოდნენ ქალბატონებს, მაგრამ იმათაც ეხლა მეინმეინსტიტუტ დავალებებს ანაზრებდნენ და სესილი მოხდა რაღაცა ჯგუფში, რომელიც აკეთებდა მზის სპექტრს. აქ არ აკეთებდა უკვე დაკვირვებები, მაგრამ ისინი სწავლობდნენ ეს არის ძალიან ესეთი ძიმე სამუშაო, დროს განსაკუთრებით ძიმე სამუშაო იყო და სესილმა დაიწყო დისერტაციაზე მუშაობა.
ელექტრონის იდეები და დაიწყო ამაზე მუშაობა და აღმოაჩინა, რომ გამოიყენა იყო ესეთი ძალიან ცნობილი ფიზიკოსი სახა, რომელიც ინდოელი იყო და მან დაწერა ფორმულა ესეთი ტემპერატურაზე დამოკიდებით, როგორ ხდება იონიზაცია. იონიზაცია ატომის არის, როდესაც ატომს მოძრება დაუშვათ ელექტრონი. და ტემპერატურა და იყოს, როდესაც ეს იონიზაცია ხდება დაუშვათ წყალბადისთვის და ასე შემდეგ. და ამ ფორმულის გამოყენებით ეს კალკულატორის სესია მინდა დასკვნამდე, რომ იმაში ზეში არსებობს მარტო სუბუქი ელემენტები, ესეთი წყალბადი ძირითადად და რაღაც 4% ჰელიუმი არის. და ამ დროს იყო იქ აი სწორედ გერშტოკ რასელი ქვია ამას, ეს აი რასელი იყო ეს ადამიანი ამერიკელი, რომელიც ჰარვარდში მუშაობდა, ძალიან ცნობილი უდიდესი ავტორიტეტი და ამ ავტორიტეტმა თავისუფლად ეს სუპერატერი სისულელი აიყოფა მუდმივ ქალების მიშება არ შეიძლება მეცნიერებას. აი მაშინ საიდან არის ეს თვლიდა პლანეტები არის მზის ასე ვთქვათ ნაგლეჯი მზიდან წარმოიშვის მზის რაღაცა ხდებოდა და მზის ნაწილები ესეთი და ამ დროს დედამიწაზე არის ყველა ურანის აგავი და უამრავი სხვადასხვა ელემენტი. და ამიტომ ეს მისი აზრით იყო აბსოლუტური სისულელი. ამის შესახებ ჯერ კიდევ სესილა ამბობდა ელემენტი, ალბათ იქ არის ეს სისულელი. შემდეგ სესიმა დაიწყო დისერტაცია, მაგრამ დისერტაციის დასკვნა იყო ეს, რომ ალბათ სადღაც შეცდომა არის, რომ კიდევ ეს ეკრანებს, მაგრამ მარტო წყალბადი და მარტო ჰელიუმი, მაგრამ ეთყობა მე ცდება შეცდომაში შედება. და ეს ხონურის ალბათ მივიდეთ იმას, რომ სუბუქი ნაწილაკების ასე ვთქვათ ჯაჭვური რეაქციები შეუძლებელია და ამიტომ ის ენერგია ესეთი საკითხების შესახებ საიდან შეიძლება ეს ენერგია საერთოდ გადა. და ისტორია გრძელდებოდა ასე. შემდეგ ძალიან ბევრმა თვითონ ჯერკი გასი და როსელის გასი დაჭირა და თავის მოწაფეებთან დაიწყო შემოწმება ამ სპექტრების და აღმოაჩინა, რომ სესილი მართალია. და ამ დროს იმის მაგერად რო ეთქვა, რომ სესილის ბოქში აპატია და ასე შემდეგ. მან გამოაქვეყნა საკუთარ ყველგან წერდა, რომ ამის შესახებ ჩვენს უცოდებს ძალიან დიდი ხანი ვიცოდეთ ამის შესახებ. მაგრამ მე არ ვამბობთ იმიტომ, რომ აი ეს არგუმენტები მოვანა ეს. და მე ესე იგი დაწყდა მარტო ეს კი არ მე ამოაჩინე, რომ სხვა ვარსკვლავებშიც, აი მზის ტიპის ვარსკვლავებში სულ ყოლა მესი არის. აი დიდ ვარსკვლავებში გაცილებით დიდი მასის ვარსკვლავებში იქ უკვე არის სხვა ელემენტები. სხვა ელემენტებიც უფრო მძიმე, რკინაც კი არის. ასე შემდეგ ამაში მარტო არ წყალბადი. მაშინ ეხლა დაგასაკეთეთ, მაგრამ წყალბადი და ჰელიუმი რო რას უნდა აკეთებდეს იმისთან, რომ გავზრდეს ამხელა ენერგიას. და აი მაშინ დაიწყო ელექტრონთან კამათი, ელექტრონმა კამათი იმათან, რომ გადაწყვეტეს, რომ აი შესაძლებელი არის ამ ბირთების შერწყმა. მაგრამ იმისათვის, რომ შეერწყას ეს ბირთები, ეს ხო დამაგზავნეთ ყველაზე თავად, რომ იყოს ეს შესანიშნავი პიროვნება, ასტრონომი, რომელიც ქიმიაში ნობელის პრემია და მის მიერ გახდა აშკარა, რომ აი ამ ელემენტებისგან, სესიების სუბუქი ნაწილაკებისგან, სუბუქი ელემენტებისგან, ატომებისგან შესაძლებელი არის ენერგიის, დიდი ენერგიის გამოყენება. მან თქვა, მან შეამოწმა ძალიან დიდი რაოდენობით 200 სხვადასხვა სუბუქი ნაწილაკების და აი დაუშვათ ებრაელი ალბათ იცით, რომ წყალბადი შედგება მარტო პროტონისგან და მის გარშემო ელექტრონებისგან. და დეიტერიუმი არის პროტონი პლუს ნეიტრონი. შეიძლება ახსენოთ. დავაყენოთ. აი წყალბადი არის ესეთი არის, რომ აი დავაშვი. პროტონი და გარშემო ელექტრონი არის. დეიტერიუმი არის ისეთი, როდესაც ამაში არის კიდევ ნეიტრონი. ესე იგი ეს არის იზოტოპი წყალბადის. როდესაც ნეიტრონიც არის. მაგრამ და აგრეთვე არსებობს ისეთი, როდესაც ისეთი იზოტოპი
რომელსაც აქვს ერთი კი არა, ორი აი ესეთი არის და აი ხელოვნური ეხლა ხელოვნურად როცა თერმომეტრული რეაქციების მიღება, სწორედ აი დეითერიუმს და ტრიტიუმს ცნობენ შეაერთებენ და აქედან მიიღო ის ენერგია, რომელიც მე ჩვენთვის გამოსადეგი იქნება. მაგრამ მართლაც და ასეთი რომ გაკეთებულია და წყალბადის პომპში, რომელიც არის საშინელი თავისთავად ძალიან ძლიერი. და აი მაგრამ პრობლემა რაში არის? აი დავუშვათ მზეში არის ეს ნაწილაკი წყალბადი. ესე იგი ამ წყალბადი როგორ უნდა შეერგოს, როდესაც ერთის დადებითია, მეორის დადებითია, ჩვენ გვაქვს გაზების ძალები, პოლიტიკოლოგიის კანონის თანახმად, აი ეს პლუსი და პლუსი ერთმანეთს განიზიდავს, მაშინ როგორ უნდა შეერგდნენ ესე? ამიტომ ესე იგი საჭირო იყო ძალიან ახლო მანძილებზე მისულიყო, ვირტუალურ მანძილებამდე მისულიყვნენ ერთმანეთთან, რომ იქ ჩაერთებოდა მაშინ ვირტუალური ძალები, ეს ვირტუალური ძალები ჩაიჭერდნენ ისე. მაშინ აი ორ პროტონს და მაშინ შესაძლებელი იქნებოდა ჰელიუმის წარმოშობა. იცით რომ ჰელიუმში შედის ჰელიუმი, ეს არის წყალბადის, აი წყალბადი და ეს აქ არის ჰელიუმი, რომელშიც შედის ორი პროტონი და ჰელიუმ 4 და ორი ნეიტრონი. ორი პროტონი, ორი ნეიტრონი შესაძლებელია. მაგრამ ეხლა აი იმაზე იყო ლაპარაკი, როგორ შეიძლება და იყო დიდი კამათი, ესე იგი ედინსტონსა და ასტრონომებს შორის. ასტრონომებმა ასე ვთქვათ დაიწყეს უბრალოდ ფიზიკოსებსა და ასტრონომებს შორის. და ფიზიკოსებმა დაიწყეს გათვლა რა ენერგია შეიძლება გამოიყოს აქედან და თქვეს რომ იმისათვის რომ ეს მოხდეს ეს პროცესი არ არის საკმარისი ის ენერგია ესე ტემპერატურა უნდა იყოს გასაგებად მეტი, ედინსტონმა გამოთვალა როგორ უნდა დაახლოებით თავის მოსახლეობები როგორ უნდა მაშინ ისინი გააზრდა რომ ხელაფრენზე წადიოდნენ და ერთ არა ეს ტემპერატურის პროცესი არდივი მისთვის იყო ჯოჯობეთი ეს შეურაცხყოფა ფიზიკოსს. მაგრამ აი ეს ფიზიკოსი იყო გაჩნდა ესეთი გამოვი, რომელიც იყო წარმოშობით ხარკოვში დაბადებული და საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. იმას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. აი ეს მთელი ეს ისტორია არის რაღაცა დეტექტიური რომანი შეიძლება თითოეული ეს ეპიზოდი გაიწეროს. და ჟურნალისტები წერენ კიდევ ძალიან საინტერესო რამებს. ჟურნალისტები რომელიც დაინტერესებულები არიან ფიზიკით. და აი ეს ედინსტონი რა არის ის გამოვი იყო ის საბჭოთა კავშირიდან გააგზავნეს სადაც მიავლინეს ცოტა ხნით. ისიც ლანდაუს იყო დაუშვათ ბოლოსთან რამდენიმე ხანი გამოვიdes, მაგრამ როგორც ირკვევა გამოვი გაცილებით უფრო მოწონდა ბორს და უთხრა რომ კიდე ჩამოდი შეჭერდა და კიდე იმუშაო და რაღაცა იდეები ჰქონდა და სულ ყველანი ესეთი იხსენებენ მას როგორც არაჩვენებრივ ორიგინალურს და სულ ყველაფერი ორიგინალური ჰქონდა ის დაუშვათ გერმანიაში იყო გერმანელი ძალიან ორიგინალურად ლაპარაკობდა გერმანულად და ორიგინალური იდეების პატრონი რომელიც სამოქმედო იხსენებენ განიერებით და ასე სულ და ეს გამოვი ბოლოს ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში და დაიწყო ფრიდმანთან მუშაობა ეს მისი მოწაფე იყო თავიდან ფრიდმანთან მუშაობა კოსმოლოგიაში მაგრამ გაარკვია რომ მას აღარსებდეს არსად არ გაუშვებდა იქნება მარტო საბჭოთა კავშირში ამით ძალიან განაცხადა და ვინაიდან ძალიან სპორტული ადამიანი იყო გადაწყვიტა რომ გაქცეულიყო საბჭოთა კავშირიდან და რამდენიმე ცდა ჰქონდა ერთი სხვადასხვა ვერსიები არის თვითონ ბათუმიდან უნდა და სულით წასულიყო აქედან რაღაცა ნავში და რაღაც გასულიყო უცხოეთში და მეორე ვერსია იყო ესეთი რომ ყირიმიდან მაგრამ ეს ზამთარში ხდებოდა და თავის ძოლთან ერთად იყო და მივხვდა რომ გაიგინებდნენ დაბრუნდნენ უკან ეს და მისი ძოლა შემდეგ ამის მერე გადაწყვიტა რომ ფინეთიდან წასულიყო თბილისში და იქაც ესე იგი მოახერხა ძალიან გაუჭირდა და დაბრუნდა ისევ საბჭოთა კავშირში ამის შესახებ რომ ცნობილი იყო და ცხადია მით უმეტეს არავინ აღარ გაუშვებდა ამის მერე გაიცა და მაგრამ მოხდა ასეთი რამ რომ ესე ვთქვათ
კითხეს, შეეკითხა წერილებს აღებდა სხვადასხვა სამსახურს, მაგრამ რაღაცნაირად მოახერხეს და კითხეს, აი ბორმა ასე ვთქვათ, შემოყალიბდა რატო არ მოდება. და რაღაცა კონფერენცია იყო, როდესაც ის პირდაპირ დაპატიჟეს, მაგრამ უარი მიგეს. გაუკვირდა რატო უნდა წამოსულიყო ეს კაცი. რატო უნდა წამოსულიყო და აქ ჩაერია ბორი. ბორი მივიდა, იცოდა რომ ლანჟერენი არის, ლანჟერენი და ფიზიკოსი იყო და პოპულარული, მაგრამ კომუნისტი იყო. მაგრამ რა თქმა უნდა კომუნისტი. და საბჭოთა კავშირის აკადემიის წევრი იყო. საპატიო და სოფალანის ლანჟერენი და პოპულარული საფეხბურთო და საბჭოთა კავშირში. და აი ამ ლანჟერენმა ლანჟერენს თხოვა კიური, კიურის თხოვა ბორმა და კიური და როგორც ამბობენ და შეყვარებული იყო კიური კიურის ხალხი ლანჟერენში და ლანჟერენს თხოვა რომ აი ესეთი ის არის გადასარევი ახალგაზრდა და არ უშეშდა ის ლანჟერენი ესე ვთქვათ ლანჟერენმა მიმართა საბჭოთა კავშირის აკადემიას მთავრობას და ლანჟერენის ხათრით ეს გაუშვეს და ლანჟერენმა თქვა რომ მე განსაკუთრებას ის დაბრუნდება საბჭოთა კავშირში. მაგრამ ის რომ გაუშვეს, მე მოუყვა როცა ჩავიდა მოუყვა ბორს საშინელი ფერმასა და გაუშვებდა საერთოდ როგორ ჩაგრებია საბჭოთა კავშირის რის შემდეგაც ლანჟერენს თან მიმიდა ესე გული და უბრალოდ ასეთი განმარტება მაშინ ლანჟერენმა არ წარმოგვიდგენს ვარსად არ წარმოგვიდგენს დარჩეს როგორი არ უტანდა იმას რომ ისინი დაუშვეს ყოფილიყო ბიზნესი და ასეც მოხდა დარჩა და მე წავიდა პრინსტონში დაიწყო მოწევა და დაიწყო ამერიკელ მეცნიერად და პრინსტონში ძალიან ბევრი რამ გააკეთა და სწორედ ეს გააკეთა იმას ეძებდა ორი სიტყვით გითხრათ აი როგორც გითხარით ეს იგი არსებობს ისა მათი შეერთება შეუძლებელია იმით რომ განზრახდება ოთხ მანძილზე და ტემპერატურა არ არის ისეთი რაც დაგინდა რომ ზესში არ არის ისეთი ტემპერატურა რომ ისინი მოხდნენ მათი შეერთება ამიტომ და დაჯდა ეს გამოვიდა კვანტური მექანიკის გამოყენებით ნახა რომ პრინციპში შესაძლებელია რომ თუნდაც ეფექტი დაგეკა ცნობილი მაგრამ თეორიულად ზოგადად მათი გათვალა კონკრეტულად რა შესაძლებლობა არის რომ ისინი შეერთდა აღმოჩნდა რომ ვინაიდან იცით ამ კვანტური მექანიკის რაღაც ელემენტები და უცესრებოდა მოსერიკებს ბავშვი ეს უბრალოდ სხვების იციან რომ ალბათური პროცესებია და ალბათობა იმის რომ ეს ორი პროტონი ერთმანეთთან ახლოს არის და ის ალბათობები რომ დათვალა ნახავთ რომ სავსებით საკმარისია იმისაც რომ ეს პროცესი წარმოდეს ისეთი გაერთიანების და სინთეზის ისეთი შეერთების და ორი წვერის და აი აქ მეორე სლაიდზე მე მაქვს სწორედ ხო მე იგივე ხო აი ესეთი ის არის ამასვია PP პროცესი რომელშიც უნდა წელს ესეთი გამოვისა და შემდეგ ტელერთან ერთად გათვალეს ეს პროცესი ტელერი კიდე არის ამერიკის ფანტაზიულის მამაც და აი ხდება ასეთი რამ როგორც ხედავთ ესე ორი წყალბადი ერთმანეთს ეჯახება ორი წყალბადი აღარ მოსამართლებს ორი წყალბადი ერთმანეთს ეჯახება და წარმოიქმნება როგორც ხედავთ ესა რომ ეს ნუკლეუსი ეს არის სწორედ ნეიტრონს იერთებს ამ დროს და გამოიყოფა ამ დროს 2.23 ელექტრონ ორი მემი იგრონი ელექტრონ ბოლოს ენერგია და ამ დროს ესე იგი გამოიყოფა კიდე ამ დროს გამოიყოფა კიდე ნეიტრონი რომელიც არის ესეთი შეერთება და შემდეგ ესე პარალელურად ეს მეორე თუმითის ასეთი რამ მაშინ შესაძლებელი არის მაშინ შესაძლებელი არის ეს ჰელიუმ-3-ის წარმოქმნა მე აქედან და ეს ორი ჰელიუმ-3 ჰელიუმ-3 არის სადაც გვაქვს თითო ნეიტრონი როგორც ხედავთ მაგრამ ეს ორი ჰელიუმ-3 ესე იგი შეიძლება გაერთიანდეს თითო წყალბადი აქედან ამოვარდება ეს წყალბადი ამოვარდება საბოლოო ჯამში გვერდება ჰელიუმ-4 და ეს არის ყველაზე ასე
კარგი რეაქცია იმისათვის, რომ ეს დემოგრაფიული რეაქცია გამიტანოს. და ამ დროს გამოიყოფა დიდი ენერგია. თვითონ და ასტონმა რომელზეც მე ელაპარაკე ფილოსოფოსმა, ასტონმა ყველა ისინი რა ქვია. აი ეს იმაზე გააკეთა, უდიდესი ასე ვთქვათ, ცდები ჩაატარა, წონიდა თითოეულ იმას და აღმოჩნდა, რომ აღმოაჩინა ძალიან უცნაური რამ. როდესაც ესეთი ორი ნუკლეი ერთად არის გაერთიანებული, რომ მათ შეიძლება ნაკლები ენერგია და ცალ-ცალკე იყვნენ ისინი და მათი გაერთიანებით ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ენერგია თავისუფლდება და დაახლოებით აი თითოეული ამ აქციის, თითოეული ამ ბირთვისგან, ბირთვების შეერთებისგან შეიძლება გამოიღოს 1%-ის ენერგია თავისუფლდება. და ეს როცა თავისუფლდება, აღმოჩნდა, რომ სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მზის ასე ვთქვათ, იმ კრიტერიუმის, რომელიც რომელსაც მოუყენებს ჩვენ მზეს და მზეც ძალიან კარგად ასრულებს თავის მოვალეობას და ამიტომაც აღარ ჩვენ ცოცხლები და საერთოდ არსებობს დედამიწა და სიცოცხლე. და ეს არის სწორედ ის, რის გამოც ხდება ასე ვთქვათ, ჩვენი არსებობის გარანტია არის სწორედ აი ეს პროცესები. მაგრამ ბუნებრივია, რომ ის ძალიან ბევრი კი არის წყალბადი და ედუნიკი ცოტა. მაგრამ ეს ძალიან დიდი დროის განმავლობაში ბუნებრივია, ეს დიდი დრო დაახლოებით 5 მილიარდი წელი ყოფს რა, 4 მილიარდი გაფრინდა. მილიარდი წლის მერე ეს გამოილევა. ეს მისი მარაგი, მზის მარაგი და მოხდება მაშინ რა, თუ გამოილევა ეს ნიშნავს იმას, რომ გითხარით, რომ არსებობს ესეთი შესაძლებლობა, რომ ნაწილაკი ცდილობენ ესეთი ჩაგვნით, ესეთი ერთმანეთს შეერთებს მზის ცენტრისკენ და მეორე მხრივ კიდევ მინერალთა ცხელები არის ისინი ამ ფაქტორებთან და ამიტომ არის სწორედ ბალანსი. მაგრამ ბალანსი როგორც კი დაერქვა და დაერქვა გრავიტაციას არაფერი არ მოვა ბუნებრივი ეთქება ის მისიგვა, მაგრამ აი ეს ტენდენცია რომ ეს ნაწილაკები გაფართოვდნენ, ეს ტენდენცია უკვე აღარება და ამიტომ იწყება შეკუმშვა ამის. შეკუმშვა იწყება, ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ეს შეიკუმშება, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალა გაიზრდება, ალბათ გახსოვთ, რომ სოფიო მიზიდულობის კანონი არის გაყოფილი კვადრატი. ეს ნიშნავს იმას, ერთ კვადრატი უფრო პატარა არის, ერთ კვადრატი უფრო პატარა არის, ესე ნიშნავს იმას, ძალა გაიზრდება და უკვე ეს ძალა რაც უფრო პატარდება, მით უფრო დიდი და დიდი ხდება. აი ამ მომენტს ესეთი ჩაჭრების, ამ იმპულსს ეცადიან ან კოლაფს. და ეს კოლაფსი ხდება, ეს ნიშნავს იმას, კოლაფსი თანაც ის არის, რომ ეს აჩქარებით ხდება ჩაჭრება. ნუ ახლა ისმება კითხვა, მაგრამ როდესაც გაგრძელდება ეს. აი ისეთი ვარსკვლავისთვის, როგორც არის მზე, ის აღარ ნუკლეური ვარსკვლავი, რომელიც ჩემი თემას უსარებს. ნეიტრონული ვარსკვლავი შეიძლება წარმოიშვას. ესეთი ის თუ იქნება დავუშვათ 1/9 მზის მასის ტოლი ან 3-მდე ესეთი მზის მასის სიდიდე, ესეთი მისი მასა თუ იქნება 3 მზის მასის ტოლი, მაშინ მოხდება ამ გაჩერება ამ კოლაფსის იმით, რომ სულ ყველაფერი გარდაიქმნება წიესობა. აი მოხდება რა, ამ დროს მოხდება ესე იგი ეგრეთ წოდებული ელექტრონების ჩაჭერა. ამ ელექტრონების ჩაჭერა ეს ნიშნავს იმას, რომ პროტონი და ელექტრონი ერთიანდებიან, წარმოიშვება ნეიტრონი და ნეიტრინო და ნეიტრინო და ამიტომ ხდება რა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ნეიტრონების ძირითადი ნაწილი, ცენტრალური ნაწილი და პულსარების იქნება, მაგრამ ვარსკვლავი იქნება უფრო სწორედ მკვდარი ვარსკვლავი, რომელიც შედგება ცენტრში, შედგება მარტო ნეიტრონებისგან. ზემოთ გვექნება კიდე რაღაცა. ისინი კერძო სულ კიდეში გვექნება პროტონებიცა და ელექტრონები, ძირითადად ელექტრონები, მაგრამ მინერალები კითხოთ, რომ ძალიან დიდი მაგნიტური იქნება. ამიტომ წარმოიქმნება ესეთი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომლის ზომები იქნება ძალიან პატარა. ეს პატარა ზომა ნიშნავს, რამდენი არის ეს ზომა, ეს არის დაახლოებით 10 კილომეტრის ხელა. ეს ნიშნავს იმას, რომ წარმოიქმნება, რომ მთელი მზის მასაზე იქნება მოთავსებული 10 კილომეტრის მქონე სფეროში. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის წარმოუდგენლად დიდი სიმბოლო, და
ეს არის შესანიშნავი ლაბორატორია ექსპერიმენტისთვისაც და დაკვირვებებისთვისაც და ამიტომ ყველა ასე ვთქვათ თუ ეს ასეა და ალბათ ასეა იმიტომ სხვა თეორია არსებობს სხვა იდეა არსებობს და ამ პროექტში როგორც ვთქვათ ძალიან დიდი ხალხი მონაწილეობდა ამაში მონაწილეობდნენ ისეთი როგორც არის პენგეინე როგორც ეს დედე როგორც არის გამოვი და ასე შემდეგ არის ხალხი და ამიტომ ესე იგი თუ სხვა ლექციები არ არის აი წარმოიდგინეთ ესე იგი გვაქვს ვარსკვლავი შიგნით არის ნეიტრონები და არის სულ 10 კილომეტრის სიგრძით ეხლა იმაზე ვიდაპარაკოთ გამოვა მაგნიტურას ვის დავშფოთების მიერ ვარსკვლავს არის მაგნიტური და ახლა ნუ ვიცით ალბათ ის გაიარეთ მასოს გაუსის თეორემა ის გვეუბნება ნაკადი ამ მაგნიტური წირებისა უნდა იყოს მაგნიტური საგნებისმიერ წირისა უნდა იყოს ინახება თუ ინახება მაშინ ჩვენ ამგვარად შეგვიძლია დავთვალოთ აი იყო ასეთი მისი მაგნიტური იყო ასეთი ისე როცა მცირდება მაშინ ეს ნიშნავს იმას რომ თითო ასე ვთქვათ კვადრატულ სანტიმეტრზე რამდენი წირი მოდის მაგნიტური და აღმოჩნდა რომ უნდა იყოს დაახლოებით 10 მეტრომეტრი ხარისხად გაუსი 10 მეტრომეტრი ხარისხად გაუსი ზედაპირი გამოდიოდეს ეს ძალიან დიდი მაგნიტურია დედამიწაზე აი თეორიულად სოციალისტური მაგნიტური შეიძლება იყოს მაგნიტური იქნება რომ 10 მეექვსე ხარისხად ეს არის მაქსიმუმი ასეთი დადობა ასე რაღაცა განსაკუთრებული პირობები აქედან გვაქვს ესე 10 მეტრომეტრი გაუსი 10 მეტრომეტრი გაუსი და ამავე დროს გვაქვს ალბათ ინახავთ ესე ყინულზე როცა ეს დაკაჩანს რომ გრუნა ლამაზი მოყვებით გრუნა ლამაზი ჯერ ხელში და მე თანდათან ესე ამცირებდნენ ხელებს ერთ-ერთ და მაშინ ის ბრუნვის სიჩქარე სულ იზრდება ამ ბრუნვის სიჩქარესაც ესე იგი ჩვენ შემიძლია გავთვალოთ როგორი იქნება ბრუნვის სიჩქარე ისიც კარგად ემთხვევა იმას რასაც ჩვენ და ხედავთ რა მენეგა ჩვენ ვთქვით რომ პულსარი ეს არის პროჟექტორი რომელიც მოდის ბრუნავს და ამიტომ მისი პერიოდი ბრუნვის პერიოდი ჩვენ დაახლოებით ვიცით და კიდე ერთ რამეს ზომავენ ძალიან ზუსტად მაგრამ ეს ძალიან რთულია ეს გაზომა ამდენად იცვლება აი ეს ბრუნვის პერიოდი ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ამაზე დამოკიდებული ის ენერგეტიკა ის ენერგია რომელსაც ჩვენ ვიღებთ პულსარი მარტო პულსარიდან და შემდეგ ამაზე ცოტა ვილაპარაკებთ ცოტა აი ეს არის ნეიტრონული ვარსკვლავი რომელიც ბრუნავს აქ ის ნახაზი არის რომელშიც თეორიულად დაბრუნდა თვითება და ამიტომ ეს არის მაგრამ სინამდვილეში ეს პულსარი არ არის იმიტომ რომ თუ ღერძი მარტო ერთი მიმართულებით და მაგნიტური მერიდიანები მიმართულებით ისინი ერთად ბრუნავენ და მაშინ ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ უნდა მივიღოთ უწყვეტი გამოსხივება მაგრამ ამ უწყვეტი გამოსხივება არ არის ჩვენ პულსარები ესე არ მოვაჩინებთ ისინი უნდა იყოს მაშინ ეს ნიშნავს იმას რომ მაგნიტური მერიდიანის პოლუსი და ბრუნვის ღერძი ერთმანეთთან რაღაცა კუთხეს აქვს მაშინ ის ტრიადი და მაშინ არის პულსარი რომელიც ასე ტრიადებს და რატომ ეხლა ეს არის განმტკიცებული იმაზე თუ რა წარმოადგენს ეს წირები ეს წირები მაგნიტური წირები აი ეს არის მაგნიტური წირები როგორც ხედავთ ჩაკეტილი მაგნიტური წირები და აი ამ ხაზს ეს არის წირები და ამ წირებს აქვს და ფიამოს სინათლის წირი რას ნიშნავს სინათლის წირი იმას ნიშნავს როდესაც იცით რომ აი ნაწილები როცა არ არის მაშინ ის არის ხაზოვანი ნაპირები რაც უფრო შორსა გოდია და სულ ბოლოში უფრო დიდია და ჩვენ ვიცით რომ ცეზე მეტი სიჩქარე შეუძლებელია სინათლის სიჩქარე შეუძლებელია და ამიტომ არაფრის ესე ენერგიის გადატანა ამაზე მეტი სიჩქარე შეუძლებელია და აი ამ სინათლის წირებზე ის ხდება რომ მაგნიტური წირები და ასე ვთქვათ წავდნენ ეს მაგნიტური წირები ამას ვერ გადაგაც იმიტომ რომ იქ სინათლის სიჩქარეზე დიდი სიჩქარე უნდა იტრივან აქ არის მაგნიტური მერიდიანი ჩაყენული არის აი პულსარში და ტრიალებენ მასთან ერთად ეს ამის
ამის ზომები ცნობილია, ამის ზომა არის 40 კილომეტრი, ესე 10 მეტრი სანტიმეტრი და ამის ზომა კი არის, აი სადაც ეს ცილინდრი არის, ну სხვადასხვა პულსარისთან სხვადასხვა არის, მაგრამ მე კონდენი ლაპარაკი მარტო კიბორჩხალასის ზომაზე. კიბორჩხალასის ზომისთვის ეს არის 10 მეოთხე ხარისხის სანტიმეტრი. ანუ 2 რიგით მეტრი ვიდრე მისი აი პულსარის ვასკულარის ზომა. და ამიტომ რა მოხდა ამ შემცირება და ის ცირები რომელიც თქვენი თვითონ მაგნიტურას გააჩნია ორი პოზიცია სამხრეთი და ჩრდილოეთი. ეს არის სწორედ გავსის თეორიის შედეგი და ეს არის არაჩვეულებრივი და რომ არსებობს თუ არა მონოპოლი ისეთი როგორც ელექტრული მუხტი არსებობს თუ არა მაგნიტური მუხტი ასეთი ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი ეცედნენ და რიფოვეს და ყოველ შემთხვევაში ახლა ჯერჯერობით შეთანხმებული იმაზე ნებისმიერ მაგნიტს აქვს ორი პოლუსი სამხრეთი და ჩრდილოეთი ასე დავაკარგოთ. ახლა ეს სამხრეთი და ჩრდილოეთი პოლუსი ნიშნავს იმას რომ აი ეს წილები უკვე იქნება ღია წილი. ეს ნიშნავს იმას რომ ისინი აღარ გადაკვეთენ აი ამ წილებს და ესეთი წავლენ სადღაც შორს უსასრულობაში შორს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს მაგნიტური ველი არ დაბრუნდება უკან. ის გადაეჭდება დამშორთ ვარსკვლავთშორის მაგნიტურ ველს და ის იმ მაგნიტური ველის საშუალებით დაბრუნდება უკან და ერთ ციკლ. აქ როცა მომავალში ის შეგაფიქრებთ, ამ ჩრდილოეთ პოლუსის და სამხრეთ პოლუსის სიმსავრე. ახლა ყოველ ამას ელაპარაკეთ და ხოდა ამავე დროს ეს პროჟექტორი რას წარმოადგენს და პლანაზე ელაპარაკოთ. აი აქედან გამოსხება ჩაკეტილი წილებიდან არ მოდის. მოდის მხოლოდ ღია წილებიდან, აი ღია წილებიდან შეიძლება გამოდიოდეს გამოსხება. ამავე დროს კიდევ ერთი არის ეს კარგად არის ცნობილი რელატივისტური მექანიკაში, როდესაც წყარო თვითონ არის რელატივისტური, ეს დავუშვათ ნაწილად რელატივისტური და რელატივისტურად ნიშნავს ცესთან ახლოს სიჩქარე. სინათლის სიჩქარესთან ახლოს სიჩქარე. მაშინ კუთხე ესე მთელი არის მისი გამოსხივებული სხივები ესე თქოს იკრიბებიან და მოდიან ძალიან ვიწრო კუთხეში. კუთხეში ესეც სადღაც მაგნიტის რაკეტა არის. აი ეს აი აქედა აი ამ მაგნიტზე აი ეს ვიწროა და კუთხე რომელშიც მოდის ეს არის ერთი გაყოფილი გამაზე და გამა არის სწორედ რელატივისტური სიჩქარე ნაწილაკებისა რომელსაც უფრო დიდია. Gamma is very similar to Lorentz factor. Lorentz factor is something that tangent to similar to the capture. Es nicht am Simulation, Rats produziert Lorentz factor, es heißt gamma so wie Energie als Nationalis. I need to prove that I put the machine essentially about projectory, dominance, notice, as absolutely objective because more. I'm more the budget and თუქდება ჩვენ ხედავ. ამიტომ აქედან ჩვენ შეიძლება დავასწრებთ, მაგრამ ისაა რომ ეს ჩვენ მოხდეს აუცილებელია რომ ეს პროჟექტორი ჩვენკენ იყოს მომართული. ჩვენკენ თუ არ არის მომართული, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენთან ვერ მოვა და ჩვენ ვერ შევამჩნევთ მას. და ამდენად ესეთი ითვლიან დაახლოებით რამდენი პულსარი შეიძლება იყოს იმ სტატისტიკასაც ითვლიან, რამდენი ვარსკვლავი არის, რა ალბათობა იმისა, რომ ჩვენკენ იყოს მომართული და ესეც კარგად ემთხვევა ყველაფერი კარგად. Გაჩერება მაგნიტური ველის სიძლიერეს ის პრაქტიკულად გაზომილია ზუსტად კიბორჩხალასის თეორიაში ნახეს ციკლონური ხაზი. ციკლონური ხაზი ისეთი ხაზია, რომელიც საშუალებითაც მაგნიტური ველის მაგნიტური ველზე დამოკიდებული მაგნიტური ველის სიდიდის გაზომვა არის შესაძლებელი. და მაგნიტური ველის სიდიდი ირკვევა რომ არის მართლა 10 მეტრამდე. ყველა დღიდან ასე ვთქვათ ირკვევა რომ 10 მეტრამდე არის საკმაოსია ამ შუაში. ეხლა შემდეგი ეხლა აი კიბორჩხალასის თეორიისა და პულსარების ენერგეტიკული ბალანსის შესახებ უნდა დავაყენოთ. აი კიბორჩხალასის თეორია არის როგორც მაგალითი, ეს მაგალითი იმიტომ რომ კიბორჩხალასის თეორია განსაკუთრებული მას აქვს დიაპაზონი დაწყებული რადიოდან ძალიან დაბალი რადიოდან და ძალიან მაღალი გამოსხებამდე სუპერლატივია და ამას ეხლა ძალიან ინტენსიურად ცდილობენ გააკვირდონ როგორია.
და საიდან შეიძლება ეს ენერგია და გვაქვს ესე იგი წყარო შეიძლება იყოს ორი. ერთი რომ ნივთიერება ეცემოდეს და მაშინ გრავიტაციის ენერგია შეიძლება გამოსხივებაში რეალიზაცია გავაკეთოს. ერთი, მაგრამ ეს არის სასწრაფოდ რენტგენული პულსარები და ჩვენ მათ არ ვიხილავთ. მეორე არის პულსარები, რასაც მე ვიყვები, ეს არის რადიო პულსარებია, თუმცა როგორც ვთქვათ, აი ეს ხალხის მარტო რადიო არა, ნებისმიერი დიაპაზონის გამოსხივება. და საიდან შეიძლება ის, ამიტომ ესე იგი ეს ტრიალებს, ჩვენ მათის სიჩქარები, ისე როგორც ვთქვათ, დრონის სიჩქარები, და ამავე დროს ვიცით პეწერტილიანი პერიოდის შენელების ეს ნიშნავს იმას, რომ ესენი ძალიან მცირედ ესე იგი შორდებიან ერთმანეთს დროთა განმავლობაში მიუნება ჩერდება ეს პულსარი და ამიტომ ეს შორდება ესე იგი სულ ნაკლები და ნაკლები არის გრუპის სიჩქარების მაგრამ ეს ნაკლები და ნაკლები როცა უკვე სულ არ დაწარმოები ის რომ ეს ნება დაუშვათ ერთ წელიწადში არის ნება ძალიან დიდი ფულს პერიოდში მაგრამ ყოველ წამს რაღაცა 10-13 იქნება ამის გაზომა არის ძალიან ძლიერი მაგრამ არის ზომა ეხლა შემიძლია შევაფასო ძალიან მარტივია ამის შეფასება. ჩვენ ვიცით რომ ენერგია ეს არის ენერგია. გუნდანის შეულის ენერგია ეს არის არის კი ინერციის მომენტი არის და ეს ინერციის მომენტი არის აი ასეთი სიდიდე არის. ასეთი სიდიდე არის სფეროსაფრის ეს დათვლილი არის. ამის ახსნას არ დავეცოთ თუმცა ძალიან დიდ დაიკარგება. და რაც შეეხება ომეგას ეს არის კულტურის სიჩქარეს ისე. კულტურის სიჩქარე და ამიტომ ეს ჩვენ ვიცით რომ აი ეს წამში ორასჯერ ტრიალდება აი ეს პულსარი კიბორჩალას სისტემა. წამში ეს პერიოდი არის ორი დღე გაყოფილი აი ამ სისტემაზე. მაგრამ ეს შეიძლება ისე სიმძლავრე წამში რა ენერგია შეუძლია გამოუშვას. სიმძლავრე ძალიან ადვილად გამოიწვება ამის გაწარმოება ის პრობლემას აღშენებას. ეს არის დეომეტა და ეს არის აქედან შეგვიძლია ნახოთ და ეს სიდიდე ჩვენ გვაძლევს აი როდესაც ამას დავწერთ ჩვენ გვაძლევს აი ეს ეს 5 მეათელი უბრალოდ ასე არის 10-29 ერთი წამში სექტორში ერთი წამში ეს არის ძალიან დიდი უშუალებელი ენერგია და მაგრამ კიბორჩალას მისეული ეს არის ესე იგი მისეული აი როდესაც მითხრათ კოლაფსებდება ამ დროს ხდება გარეშეების ესე იგი აფექტებაც ეს სინამდვილეში საკმაოდ დიდი ვარსკვლავებია ცენტრალური ნაწილების შეიკონჭდება დანარჩენობა დაიწყეს გაზა და გადაიქცნენ ციფრ გიგანტება და გაფართოვდნენ აი ციფრი გიგანტი და ზეროზე გახდება ციფრი გიგანტი და ეხება ეს მისი ზომები და ეხება დედამიწის ორბიტას გადაფარდა ჩვენ აღმოსავლეთ ციფრის ფასებში ციფრი გიგანტში ეხლა აი ეს ენერგია სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს გამოსხივება და გამოსხივება კი არ გვაქვს ესეთი. აი თვითონ კიბორჩალას ნისლეულის გამოსხივების ენერგია, ნებულას გამოსხივება არის დაახლოებით აი ესეთი. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი მარაგი გვაქვს ამ გამოსხივების ენერგიის. შემდეგ არის პულსარის გამოსხივება ყველაზე მეტი დიდი ციგ ენერგიის ამოდის რენტგენზე და გამოსხივებაზე 10-26 წამში, შემდეგ მოდის ოპტიკაზე და შემდეგ არის რადიოში, აი რადიოში არის 10-29 მეცხრე და 10-29 ერთი წამში. აი ეს არის ის ენერგია, რომელსაც ესე იგი სულ ერთი პულსარიდან აი ესეთი გამოსხივება, რომელიც მოდის იმპულსებად, ის ენერგია არის მხოლოდ 1% იმისა, რასაც ასრულებს კიბორჩალას ნისლეულს. მაგრამ კიბორჩალას ნისლეულსაც ესე იგი თუ ვიტყვით, რომ ეს არის ის, რომელიც აფეთქებისას დარჩა ეს ენერგია და იმას ასრულებს, ესე არ არის, იმიტომ ის ძალიან დიდი ხანია დამთავრებული ეს ენერგია არ არის. ამიტომ მას შეიძლება წყარო და ეს წყარო არის ისევ აი ეს და ამიტომ ის ყევავს ესე ეს პულსარი რომელიც კიბორჩალას ნისლეულის თითქმის ცენტრშია და ის ყევავს სწორედ ამ კიბორჩალას ნისლეულის თავისი ენერგია და მთელი ამოცანა ესეთი ფიზიკოსების თეორეტიკოსების არის ის როგორ ხდება ტრანსფორმაცია აი ბრუნვის ენერგიისა იმ გამოსხივებებში რომელსაც ჩვენ
და აი ეს არის სწორედ ჩვენი კვლევის საგანი. და კიდევ რაღაცა მე მგონი და საკმაოდ დიდი მოდარდი შეიძლება შეიძლება რაც შეიძლება მოხდეს. ეხლა აქ და ამის შემდეგ იწყება ასე ვთქვათ უკვე იმაზე ფიქრი როგორ ხდება ამ ენერგიის ტრანსფორმაცია. ეს არის მთავარი ასე ვთქვათ საზრუნავი დღევანდელი მეცნიერებისა, რომლებიც საერთოდ არის პირველ რიგში და ძალიან პოპულარული გახდა რონალდ ჯულიანის მოდელი, რომელმაც თქვეს, რომ შესაძლებელი არის ასეთი რამის გაკეთება. იმის გამო, რომ ბრუნას ის პულსარი და მანიპულირებული მასთან ერთად ბრუნას, ჯერ კიდევ ეს ფარადეის ჰქონდა გაკეთებული, ფარადეის მანიპულირებული ინდუქტორი, რომელიც მანიპულირებული ბრუნას, მაშინ შესაძლებელი არის ეს პოლუსა და ეკვატორს შორის აღმოჩნდეს პოტენციალთა სხვაობა. ეს პოტენციალთა სხვაობა აი ბუნებასაც ასეთი რამ ხდება, ესე იგი ჩდება დამატებით ელექტროენერგია, ან ეს ელექტროენერგია დიდი აღმოჩნდა. მას შეუძლია ამ პულსარის მეტოდური ვარსკვლავის ზედაპირიდან ამოგვიჭოს ელექტროენერგია, ეს ელექტროენერგია აჩქარდებიან რაღაც ელექტროენერგიაში, აი ეს მოდელები მაგნიტური არის ამის შეუძლია. ის აჩქარდებიან ვინაიდან მაგნიტური და დიპოლური ან გაუგული არის ეს წირები, ამ წირებს მიყვება ეს ნაწილაკები და წირებს რაკი მიყვება, ამიტომ ისინი გამოასხივებენ, რაკი გამომუწირებს მიყვებიან, გამოასხივებენ და ეს როდესაც ასხივებენ, ესე იგი მათი ენერგია თუ არის საკმარის იმისთვის, რომ ვაკუუმიდან გაჩნდეს წვილი, მაშინ ისინი გააჩენენ ამ წვილს, ეს კიდევ მაგნიტურებში არის შესაძლებელი. ესეთი პროცესი მიმდინარეობს და ჩნდება კასკადური პროცესი, ჩნდება ბევრი ელექტრონები და პოზიტრონები და ჩნდება ელექტრონული პოზიტრონული პლაზმა. აი ეს ჩვენი კვლევის საგანი სწორედ ეს არის, რომ ელექტრონული პოზიტრონული პლაზმა განსხვავდება ჩვენი პლაზმისგან ძალიან ძლიერ და საკმაოდ ძლიერ, ჯერ კიდევ ძალიან რეგატივის სტუდია ყოფილიყო, მაშინ მოხდებოდა ანიგილაცია, გაერთიანება ისე რომ მოხდებოდა მარტო გამოსხივება და არ მოხდებოდა ის გამოსხივება რადიოში ვერ მოხდებოდა ის ვერაფერი ვერ მოხდებოდა ეს ოპტიკაში მარტო გამაში მოხდებოდა. და აი ამის კვლევას ვაწარმოებთ ჩვენ და ამაში სწორედ პიონერებიც არის ჯერჯერობით ლიდერები ამ მიმართულებით, მასშტაბი ესე იგი კვლევა ასე ვთქვათ სწავლობენ სხვა მექანიზმებსაც, კვლევის სხვადასხვა მექანიზმი არის, მაგრამ ასეთი თანამიმდევრული ყოველ შემთხვევაში ეს მგონია რომელიც არის ჩვენი მექანიზმი, ასეთი ჯერჯერობით არის. ამით მე დავამთავრებ მაინტერესებს ეს პულსარების ამხელა ენერგია, თქვა, შემდეგსად იკარგება თუ შეიძლება მისი გამოყენება, თქვა, არ მგონი ახლა ჩვენ გამოვიხედოთ, მაგრამ საერთოდ სად მედის ეს ამხელა ენერგია? აი გამოსხივებებში ჩვენ ვიცით. მე პირადად მგონია, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მიდის კიდევ კოსმოსის სხივებში. ეს აღმოჩენილია, რომ კოსმოსის სხივების ნაწილი აღმოჩენილია და ახლა დაკვირვებებმა აჩვენეს დავუშვათ ეხლა თანამედროვე ტელესკოპებმა, რომელიც არის ოთხმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ არსებობს ძალიან ძლიერი ელექტრონები, ეს არის კიბერჩხუბის დისკრეტი. ძალიან ძლიერი ეს არის დაახლოებით ტეორი ენერგიების მქონე ელექტრონები. ელექტრონებს როგორ ზომავარდებოდი არ ვიცი. ეთქობა გამოსხივებით, რომ ვიტივით არის, მაგრამ პოზიტივში არსებობს ასეთი მონაცემები, ექსპერიმენტატორები, რომელშიც არის უამრავი ხალხი, რომელსაც ახლა არის ახალი ტიპის ტელესკოპი, ჩენიკოვის ტელესკოპები, ძალიან ძველი. ასეთი ტელესკოპი არის ორი, კიდევ არსებობს ტელესკოპი, რომელიც არის სამხრეთ პოლზე, კრიმილებში, იქაც ჩენიკოვის ტელესკოპი არის, ეს სამი ტელესკოპი არის ძირითადად მიკროთელესკოპი. აქედან ყველაფერი გადაჭრეს.
და თქვენ რომელი ტელესკოპის მონაცემებს იქნება? აი ჩემკოვის ტელესკოპიდან. ის ნეიტრონებს იქ ვიყენებთ რომ ის ჩვენ ვიცით რომ საიდან მოდის ნეიტრინო საიდან არის ეს ვიცით ჩვენ და მაგრამ ნეიტრინოების გაჩენას კიდევ თავისი ჭირდება თავისი ცალკე რეაქციები რომელიც საჭიროა და რაღაცა შეიძლება გამოვიწყოთ ეს პულსარების ჩამოყალიბებისთვის ერთადერთი პირობა არის საჭირო. ის რაც წნეხება, რომ მათი მასა იყოს 1.5-სა და 3 მზის მასას შორის. დანარჩენი აბანდაბად. პრაქტიკულად ამ ვარსკვლავის ძალიან დიდი ნაწილი, რომელთა მასა არის და 5.6 მზის მასა, ისინი სუპერნოვაები, რომელიც არის ერთმანეთს სულ ნაწილში. ისინი იქნება სწორედ მარტო ეს მასის ფაქტორი უკვე საკმარისია იმის დასრულებას აკეთებდა, რომ აუცილებლად პულსარი ჩამოყალიბდება რა. აუცილებლად ნეიტრონული ვარსკვლავი. ნეიტრონული ვარსკვლავი. და თუ ღერძებს შორის კუთხე არ არის, მაშინ პულსარი და კუთხე თუ არ არის, მაშინ არის გამოგონილი კუთხე, პატარა ცხოველთა სურათი არის საკმარისია. ამასთანავე ხან პროჟექტორი შეიძლება. ხო. და კიდე მეორე მომენტია რომ ჩვენ დავინახავთ თუ არა ამ პულსარს, იმიტომ რომ შეიძლება ის პროჟექტორი ჩვენსკენ არ იხედება. ანუ ყველა მის ლეულის აუცილებლად და ეს პულსარი. პრინციპში კი ყველასი, მაგრამ არის ესეთი პლანეტარული ისეთი რომელშიც არის შირიმით სიცარიე ეს გარეთული სიცარიე. და ამ კიბოჩხალასის ლეული ეს არის ძალიან ახალგაზრდა და სწორედ ეს არის ეს ზეაფალი ვარსკვლავის შედეგი, ამ აფეთქების შედეგი. მაშინ შესაძლებელი არის რომ იქ ვიპოვოთ ჩვენ პულსარი და მართლაც იპოვოს. და მაგრამ ეს არის რაღაც 1000 წელსაც არ არის. 956 წელს არის ეს პულსარი. ამიტომ ეს ცნობილი არის ეგრე ჩინელები აკეთებდნენ და არაბები თავისუფლზე ასტროლოგები რომელსაც აქვს ეს ჩანაწერი. და ანუ ის მაგრამ საქმე ის არის აი პულსარი მაგრამ ამ დროს ესე ჩვენ მაგრამ გაწმუნებული რომ ყველა მიმართულებით ეს ასე ვთქვათ ზეაფალი ვარსკვლავი ყველა მიმართულებით ერთნაირად არის. ამიტომ ბუნებრივია რომ იმპულსის შენახვის კანონის გამო ის რაც დარჩება შესაძლებელია სხვა მიმართულებით იყოს. და ამიტომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებელი არის ის ამოვარდეს. ესე რაღაც შუალედშია, ხო არის ერთ სახელობის ეს არც შავი ყელი უნდა გახდეს და არც თეთრი ჭიჭი. ხო რა პულსარის ენერგია მცირდება, გულო უნდა შემელდეს, ცენტრიდანული ძალა შემცირდება და გაგრძელდეს. და გაყერებაში. ახლა ეს გააგრძელებს გრუნტას, მაგრამ გამოსხების შესაძლებლობა ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით. სამი რეალურია პულსარი არის მანების მაგნეტარი პლანეტარული სისტემიდან რაიმე შემოსწორებული რომელიც კეპლერის მექანიკას და პლანეტარული სისტემა კონდენსატი თუ არ შეწონია დაფასება ვიცით რა ესეთი აიში ნობელის პრემიაც კი მიიღო ერთ მაგაცნა თუ თქვენ თქვით რომ პლანეტებზე არის ლაპარაკი არ ამგონია აი პულსარები რაში მიიღო ესე ტეილორმა მიიღო ნობელის პრემია იმაში რომ აღმოაჩინა ის და ჰალსი იყო ახალგაზრდების ხანაშუელი აღმოაჩინეს პულსარი რომელსაც ჰქონდა წანასწორ ხან წითელ ხან ისპერ ხარს ეს ნიშნავს იმას რომ ის რეალია ესე ხან ჩვენ გამიდიოდა ხან ჩვენ გემოდიოდა ეს ნიშნავს და აღმოჩნდა რომ აი ეს პერიოდი რომლის პერიოდი ეს არის 8 საათი ეს საკმაოდ კარგი ლაბორატორია და ამიტომ დაიწყეს დაკვირვება იმაზე შეუძლია თუ არა მას გამოასწოროს გრავიტაციული ტალღები. ამისთვის ცალკე თეორია შეიქმნა და ამ თეორიის თანახმად ესე უნდა ყოფილიყო აი ეს პულსარის გამოსხივება უნდა მისი ცვალებადობა უნდა ყოფილიყო ესე მეორე წარმოებული როგორ უნდა იწურებოდეს ამ შემთხვევაში. და აბსოლუტურად ზუსტად თეორიული დროს გახდეს დაერქვა ის. და ის თუ დაერქვა ამაზე 15 წელი მუშაობდა. და ეს ნიშნავს იმას რომ გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა ესე თქვა
ეინშტეინის თეორიის ნაწილნასწავლებელი ასე ვთქვათ, ასეთი რამ თითქოს აღმოჩნდა. Dictăm saúde, da? Eu vou ir com essa processar depois. Continuamos com o deles. გამუნდების სხივის. სხივის გამუნდების ნუ ესოთა სხვა რამე. აი ეს ხალხს ნუ პროექტის პროგრამ ორ ადამიანს ესმოდა ბოლომდე მაგალითად. ის ძალიან ასე მითხეთ ხა ეს ყველაფერი. აი ახსენეთ თქო ენერგიის ტრანსფორმაციის პრობლემა. და სანამ თორით იმიგრებული მოდელს გავაკეთე ინდუქციური მოდელი. მარტო ინდუქციური მოდელი და რა ვამზადებს საკონკრეტულ თემას გეომაგნეტიზმიდან, ნუ გეომაგნეტური ენერგიის განსხვავებაში ხართ. თუ შეიძლება იქნებოდა სიუსტოვის არსებობა ახალ მაგნიტად, ანუ თქო ხანებში ექნება პრობლემა გამტარება, ხო? მაგნიტათა თუ პულსარზე არა, მაგნიტარი ნებისმიერ მაგნიტარი თუ ძლიერი მაგნიტური ინდუქციის მაგნიტად ცოტა სხვა რამეს ეძახენ, პულსარი გინდა. კი ბატონო, პულსარი ეს ჩემი აზრით პულსარია, მაგრამ ეს ჩემი აზრით უბრალოდ შეიძლება დავას ელექტრული ველის აღგვირებით არა, იმიტომ რომ ახლა შევშევდეთ რომ გამჟღერი მაგნიტი. ჩვენ ახლა ყოფილიყავით იმას და ის სამეზრო ტექნოლოგია შემოდის. ის დაუშვათ ახლა საფეთქდება ესე. კარგი დღეა დაგვა. მოდი დავხსნებული არის პულსარი რაიმე სისტემის არა გაშენი. ხო, სხვადასხვა ესეთი ისიც არის აღმოჩენილი რომ პულსარის გარშემო რამდენად აღავიცი და რამდენად პლანეტები ესეც არის, მაგრამ აი ამ იმით ისეთი უკვე ძალიან დიდი რაოდენობის შრომები არის დასანიშნავი არის, როდესაც პულსარების გარშემო აღმოაჩენეს რაღაცა სიმკვრივეები, ის გამოც ის ესე იგი ამ სიმკვრივეების შედეგად აი მისი გამოსხივება ისიც ეტა პროცესი ესე იგი აი გამოსხივების სხივის ასე ვთქვათ მოძრაობა. ამით ასე იგი დაადგინეს ის. და ზოგადად გრავიტაციული რაცობრივი გრავიტაციული საკრიანობის გრავიტაციული ველი არის გრავიტაციული ველი. ატომება იმ შემთხვევაში თუ ის ასხივებს. აი ინფორმაცია ის გამოასხივებს, მაგრამ თუ ის გუნდავს რაღაცის გარშემო, მაშინ შესაძლებელია ბოლოს თეორიას აკეთებდეს. და ეს ზონებს როგორ იწევს? ზონი თუ ნეიტრონიაში. მოახ კილომეტრი და კილომეტრი დაჭი. ანუ ისეთი გრავიტაცია თუ დაიტოვა თქვა, თუ შეიცვალა. ყოველ მეც კოლაფსია. არა, ეს თვიმები არის, რომ აი რა ხდება? როგორ შეიძლება ეს თუმცა იწება დაწნევა რა? ის გრავიტაცია ძალიან დიდია, მაგრამ ნეიტრონები არის ძალიან კურივად ერთმანეთთან და ის იჭერს უკვე. ის იჭერს და ეს უკვე ბალანსია და სამუდამო ბალანსია. რაღაც უნდა მოხდეს იქი და რაღაც აფექტდეს, ან შირი, ან რაღაცა დაეწეს კიდე ის გრავიტაცია და ან რაღაცა მოხდეს ისეთი რომ გრავიტაცია შირი გაიზარდოს. მე ესეთი პროცესები არის. ხო, ამაშია ზუსტად საქმე, რომ აი ესე კოლაფსი ჩერდება იმის გამო, რომ ამ ნეიტრონული ნივთიერების წნევა, ასე ვთქვათ, ატონასტორებს გრავიტაციულ ძალებს. აი თუ სამ მზის მასაზე მეტია, ხო, მასა ამ შემთხვევაში ეს წნევა არ არის საკმარისი და წარმოიქმნება შავი ხვრელი. ხო. ის ამ სტადიას კი გაივლის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ეს ის კიდევ უფრო დაწნევა და მაშინ წარმოიქმნება შავი. ხო. ანუ ეს მაინც შავი ხვრელი ესეთი რამე შეიძლება არ არის. ანუ ეს მაინც ვიცით რომ იქნება. ეს ვიცით რომ იქნება. ნეიტრონულ ვარსკვლავს ან კრისტალს კიდევ ერთ კრისტალს ამ აფეთქებით იწყება, ხო? და შავი კრისტალს იგივე არის ზუსტად იგივე ეს ზეახალი ვარსკვლავი ქეთქება. ეს ზეახალი ვარსკვლავი წყალია დამოკიდებული არის მაგალითად სიძლიერის და ზოგიერთი სიძლიერის არის. ეს არის დამოკიდებული მის მასაზე, რამდენი იწმენდაში. თუ აღმოჩნდება რომ აი ეს დასაწყისი მასალა რომელიც არის, რომ თუ არის ნაკლები 1.5 მზის მასაზე, მაშინ წარმოიქმნება თეთრი ჯუჯა, მაშინ ეგრეთ წოდებული ელექტრონული გადაგვარებული ელექტრონული გაზი, მას შეუძლია გააჩეროს ეს პროცესი. თუ არის ნების 3 მზის მასაზე, მაშინ ეს არის ის რაც თქვათ ეს შავი. და ესაც აფეთქებია. ხო, აფეთქებია შავი. ხო, წყალია, ბანანერია იქიდან მოდის. აბა თვითონ ის ასე ვთქვათ შავი ხვრელი აი უშუალოდ არ არის აღმოჩენილი. არის წარმოქმნის. მაგრამ ის აღმოჩენილი სხვადასხვა ვერსია დაუშვათ აი აქტიური გალაქტიკურ ფიზიკას. ეს არის რაღაცა უსაშუალო დიდი ერთადერთი შანსი იმისათვის რომ ენერგეტიკულად დავაკმაყოფილოთ. ეს არის უსაშუალო დიდი შავი ხვრელი ცენტრში და მას ეცემა
დაახლოებით მილიარდი და ეს არის მილიარდი ვარსკვლავის მასის შემცველი შავი მკვეთრი. და ამდენივე ეცემა მას და მაშინ აქვს სწორედ შესაძლებლობა რომ იგებო. აი ეს ენერგია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აქტიური გადაწყვეტილება. აი შავი მკვეთრის მაგალითად მოდელი ფოვიცი თქვა, იმის შესაძლებლობა შეიძლება საკმაისი გრავიტაცია, ორი ჟენი შეფარებული წვედა, ხო? თუ არის ესეთი განწყობა ფორმულა, უსაერთო სიგნალი. თუ ის რომ მასათვას დიაპაზონი ახლა არა შეიძლება პულსარებს ესე იგი შემდეგ ესე იგი ეს იქნება გაჩერებული კარაკტერი ეს ბალანს გაჩერებული არის და ახლა იმის მოლოდინები რაღაცა მოხდება ეს პოზიტივი ასეთი თეორია ჩვენ არიცი არის ფიზიკა იმისა რა შეიძლება მოხდეს ასეთი ნეიტრონულ გარემოში ეს ანალოგიით დაინტერესდება რომ ზაფში ახალმოც ასტროფიზიკა და მასწავლებლის ფიზიკა უბრალოდ გამოვიდა შეუძლებელი კოსმოლოგიაში აი ბატონო ახსნა რომ რადგან გუნდავს რეგალურ მაგალითია ნასვერის ენერგიას და დაკარგოს ხო იმ ბორის მოსგრედნათვის თუ ელექტრონები დაეცემა ხო არა არაცია ხო არ გაქვს ენერგიას ხო რანალოგიას აი ნაცნობი შეიძლება რომ რა ბორის მოდელი თქვა ხო ბატონო გუნდავს აქვს მოხდი არასდროს არაფერს არ არის ასეთი ერანგი და თუ დააკეთოთ რომ აი მაგრამ ასეც პოზიტივი ჩვენ გონია რომ ასეც აი მაგნიტოსფერო იქ სამნიტური პლაზმა და ელექტრონული პოზიტიური პლაზმა და ეს არის ერთადერთი შეგვიძლია შევამოწმოთ ჩვენ გავთვლით რაღაცა და მე დაკვირვებები უნდა დაავიწყდეს სასწრაფოს ესე იქიდან ჩვენ თეორიებიდან ჩვენ და მივიღოთ რაღაცა დასკვნები რომ ასეთი არის და დასკვნები ისეთი უნდა იყოს კარგი ისრომა მაშინ არის ჩვენ დასკვნას ეს რომ ასეთი რამის დაკვირვება იქნება შესაძლებელი თუ ეს გამოდის მაშინ ეს ისროს ძალიან კარგი Video of some sort of demonstrates how she works as gravitacja. Smoking is not used for gravitacja produce შემთხვევაში იქნება თუ გვაქვს ისეთი პულსარი, რომელიც თავის ელექტროს გარშემო ტრიალებს. არამედ ის პულსარი, რომელიც ტრიალებს გარდა ამისა, კიდე ტრიალებს რაღაცის გარშემო. არსებობს ის პულსარიც არის აღმოჩენილი ორი პულსარი, ორივე ასკებს, ორივე ჩვენკე. და ამ დროს მათი ერთმანეთის გარშემო ტრიალებს. ეს იგი საერთოდ აი თქვენ შეგვიძლია როგორც განათლებული კანიბალიზმი, პულსარის დაჯახება შეგვიძლია. პულსარი რაღაც შეჯახება და პულსარის კანიბალიზმი, პულსარი პულსას დაეჯახება. აი ხო ეს საინტერესო ესეთი შრომები არ ვიცი. ეს ხო ცალკე ეს პულსარი მოძრაობს გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, ის ტრიალებს და რაღაცის გარშემო შეიძლება ტრიალებს, ის კიდე თავისით მოძრაობს, თავისი სიჩქარე გააჩნია. მაგრამ ალბათ უნდა იმის რაღაცა შეეძლოს და მაინც პულსარი იყოს ეს. ზოგია მაგის შემოსავალი. ასეთი ყველაფერი მოსუხარებულია ასეთი. უყო შემთხვევაში ჩვენი სიცოცხლის მანძილზე კიბოჩხას მისლეულში ალბათ ეს არ მოხდება და სხვა პულსარებში შეიძლება ხდება კიდევ რაღაც. მაგრამ მე არ ვიცი მაშინ. ანუ ეს პულსარი ძალიან უხეშად ვთქვათ, ერთი წერტილიდან ასრულებს ამასხელებს, ხო? უხეშად, ძალიან უხეშად. მაშინ მაინტერესებს, აი რა კანონების, ასე ვთქვათ, გათვალისწინებით ხდება ეს, რომ ეს მაინც იმ წერტილიდან და გამოასხვა და არა სხვა არჩევ. აი ამაზე მე ცოტა ველაპარაკე, ეს არის რიაწირები. რიაწირებში ესეთი თავისუფლად შეუძლია ნაწილაკებს მოძრაობა და ამ თავისუფალი მოძრაობისას შესაძლებელია გამოსხება. და რაც შეეხება ჩაკეტილ წიგნებში, ისინი ესე იგი პრაქტიკულად აღარ მოძრაობენ ნაწილაკები და იქითკენ არ არის მიმართული ის ელექტროლიბრები, რომელსაც მე ვაპარაკე. ის გაშლის უხე რა პატარა იყოს, ხო ფოკუსირებული. ცალკე ეს არის მასე დამოკიდებული რამდენად სწრაფად მოძრაობენ ის ნაწილაკები, სადაც ახლა ცესთან დავახოსებს. ხო, ცესთან ახლოვანი თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ უნდა იყოს ამ პატარა ისაკო აუცილებელი გიგა. ვირტუალიზება ესე გაიშლება. არა, კარგად ის რომ დაიწყო უბრალოდ ვირტუალიზება, ანიფილაცია მოხდება ელექტრონული და პროცესორული. პრაქტიკულად რაღაცა განაცვლებით მოძრაობა. აი თქვენ ახსენეთ, რომ პულსარის გამოსხების პერიოდი გასაოცარი სიზუსტით ინარჩუნებს თავის კანონმდებლობას.
ატომური საათის კი გადახდას ვერ აფიქსირებს და მაინტერესებს პულსარის და ატომური საათი აფიქსირება სწორედ მასაიდანიც. რამენტერესა პულსარის არსებობის მთელი ამბობის მანძილზე ეს პერიოდი გამოსვლის პერიოდი დაჩუნდება თუ რაღაც გარკვეულწილად გამოსვლის პერიოდი ეს პულსარის გამოსვლის პერიოდი პულსარის მთელი არსებობის მანძილზე აიგივია სტაბილურად არა სტაბილურად მთელი არსებობის მანძილზე დასაკვირველი არის ის გაჩერდება ხო ასხივებს და რომ ასხივებს ესე რაღაცის აღწევ და ასხივებს და ასხივებს ის განდა გვაქვს ესე რა განსომიერება აი გვაქვს ესე აი ესეთი იმპულსი მე აი ეს არის ხო მე ეს არის ამათ შორის არა ხელის სწორედ ის არის ეს გამოსხივებებზე ეს არ მომდენს მაგრამ აქ გვაქვს ესე აი ეს ეს დრო ან მანძილი არის ესენი არის ესე პრაქტიკულად პერიოდი და ეს არის ძალიან სუსტი. მაგრამ როდესაც გაზონის პეცენტილიანი ან პერიოდის დროით წარმოებული. მაშინ ნახეს რომ შემდეგი 10 არის 10, აი კიბორჩალას შემთხვევაში 10-13 არის. და საერთოდ უმეტესობა პულსარებში 10-15 არის. ესე იგი აი პეცენტილიანი ესე 10-15 სიზუსტი არის Dacă ați făcut celulele საგრძნობიერებას. ამიტომ ამის გაზოვა არის ძალიან ძნელი და უფრო მეტიც მე მოახერხეთ და ამაზე მუშაობდნენ და ეს მუშაობდნენ ტაიმინგები ქვია ესეთი ნეუროლოგიის წარმოებული რომელიც აფიქსირებდნენ გრავიტაციული ტალღის გამოსხივებას. თითქოს აი ესეთი მონოტონიზმები გარდა დაფიქსირებული იყო სპონტანური უცაბედი ვარდნა ის პერიოდის. ეს ნიშნავს კერქის ჩავარდნას. ხო, ესეთი იყო და ზედენადობასთან იყო თითქოს დაკავშირებული, მაგრამ პრინციპში ატომბაც ამაზე უკვე აღარ არის. ხო, მაგრამ პრინციპში მე ძალიან მომწონს ეს ასე შეიძლება იყოს, რომ ეს არის ახალგაზრდა პულსალებისთვის უნდა იყოს დამახასიათებელი და პლუს კიდე ჩვენ უნდა მივაწეროთ ნეიტრონებს ზედენადი თვისებები, ზედენადი სითხის თვისებები. მაქსიმალური სიხშირე თქვა პულსაციის ადაფიქსირება. ეს 200 ჰერცებში რო 200 აი 200 აი მილიწამიანი არჩი ძალიან დიდი იყო, იმიტომ რომ მაშინ ცენტრიდან მიძალები გახერხავს. და დამწელეს კიდეც. და ამიტომ არის აი მილიწამიანები არსებობს. ეს ის პოჟი რადიოსტურნები ხდება რა. ხო, უცებების რაღაცა აი სიხშირე რაღაც რომელიღაც 800-მდე ნოტას დაუკავშირებს. 800 ჰერცი 800 ჰერცი გამიგია. ერთ-ერთი პულსარი. დრუნას, ხო? ეს რაც არსებობს. ასეთი არის მილიწამიანები არსებობს. ანუ შეზღუდვა ხო იქიდანაც მოდის, რომ თუ 10 კილომეტრიანი რადიუსის მქონე სფეროა, ვერ იბრუნებს უფრო სწრაფად, ვიდრე ვთქვათ ისეთი სიჩქარე, რომ ზედაპირის სიჩქარე იყოს C-ზე მეტი, ესე არ არის. ამიტომ ეს შეზღუდვაც არის ბუნებრივი. ეს შორეული შეზღუდვა არის და უფრო ახლობელია რომ გასკრება. რა თქმა უნდა, ხო. უამრავი გამოსხივებული ელექტრონის ენერგიის რიგი რა დაახლოებით. აი რომ შეგვიძლია უამრავი ელექტრონი გამოსხივებული. ეს მათი გამოსხივების, ესე იგი არსებობს ორი ტიპის გამოსხივებები. გამოსხივება შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, რადიოში ძირითადად არის კოლექტიური, ეს ნიშნავს იმას, რომ ტალღის სიგრძე ისეთია, რომელიც მოიცავს ბევრი ნაწილაკი შედის შიგნით. და ბევრი ნაწილაკი ამიტომ ინტერფერენციული სურათი რომ არ დაიღოს, ამიტომ საჭირო არის კოლექტიური ეფექტები. მაგრამ არსებობს აი დაუშვათ კიბორჩალას ნიშნულში, ჩვენ შეგვიძლია ეს საკმაოდ ზუსტად დავთვალოთ. ესე იგი მისი რიგი არის ელექტრონების ენერგიის ელექტრონების რომელიც შიგნით არის, რომელიც გარედან გამოსხივება, აი ტევები არის აღმოჩენილი. ტევები 100 ტევა. ეს არის აი ჩერეკოვის ტელესკოპი. კიბორჩალას ნიშნული. სხვა პულსარებში ნაკლები შეიძლება იყოს, იმიტომ სხვა პულსარებში ნაკლები შეიძლება. ნატურალ ის ელექტრონები გამოისხება ის უზარმაზარ მაგნიტურებთან. ესე იგი ციკლოტრონული გამოსხივება უნდა მოყვებოდეს. არა, უზარმაზარი აღარ არის ეს გამოსხივება, ესე იგი მიყვება ცხადიანი მაგნიტური წილი, სანამ დიდი არის. მერე გავარდება და სადაც უკვე მაგნიტური ველი ხო ეცემა და
ეს უბრალოდ ანალოგია არის, რა მაგაში ასე. ერთი შესანიშნავი შრომაზე, რომ რამდენადაც მახსოვს ვიღაც ამერიკელი ჩამოსული ამერიკაში მაშინ მოსარეთ ზამბიაში და უთხრა, რომ არის შესაძლებელი არის ასე ვთქვათ, ასეთი ექსპერიმენტის გაკეთება, რომ ზელენადობის დაკავშირებით ჰელიუმის სამსხვილების რომ შესაძლებელია თუ არა ამის დამტკიცება. არსებობს ესეთი როგორც ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ზოგჯერ ესეთი უცებ რაღაცა აიწევს რაღაცა და მე ან ვარდება. ეს ხება კიდევაც ეს იმპულსი. იმპულსი ხება, მე ასე ვთქვათ ხდება მისი აღდგენა. ლამდა წერტილის ანალოგი ხო არა? არა, ლამდა წერტილთან არ არის დაკავშირებული. ეს არის როგორც მე ვთქვი, შესაძლებელი არის ეს არის ნუ ვარსკვლავი ჯერ არ არის ბოლომდე ესოს და Трясение ვარსკვლავ ძვრა. ვარსკვლავ ძვრა. ნუ ეს ცოტა ვიწი ძვრა საკუთრებაც არის. ვარსკვლავის ძვრა თუ ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ის აღდებს იმას და მე ხდება აღდგენა იმისაც, ესე იგი, ახალი და უნდა არის აღმოჩენილი ორი პერიოდი, ესე იგი, ერთი არის ის, როდესაც აღდგება ის და მე თავის პერიოდის უნდა იყოს საოცრად. უნდა იყო შენარჩუნება. ეს ზედმეტ ნორმალური კომპონენტა როგორც არის და ანალოგია. ამის ანალოგია. ასეთი ექსპერიმენტი გააკეთეს წაკაძეებმა მამაშვილმა. ჯერი წაკაძე და სერგეი წაკაძეების შვილმა. მან გააკეთეს და გონი არაჩვეულებრივად კარგი ექსპერიმენტი იყო ამაში და ელექტრის ამბობი ახლა სტუდენტები მოყავდა მიყავდა თავის კაბინეტში და აჩვენებდა აი პულსარი. ის მაგიდაზე Готовы საერთოდ თეორიულად აქვს ისეთთან. ну почему-то ახლავე საქმეა. ну ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ ლეიქონებს დააჩვენეს თეორიული შრომები არსებობს. მე მგონი ერთ-ერთი გამოვიდა ეს აი რომ არსებობს ისეთი ფილტრები, რომელთა მასშტაბი იწვევს 300-400, იქ შეიძლება დაიწყოს ზედენადო. და უფრო მეტიც ესე იგი არსებობს ამის გარდა კიდე აი მაგნიტური რაც შეიძლება ესეც საჭმელი გასაკვირია საიდან დაგაჩნდეს ეს მაგნიტური ასეთი გიდი სხვა საქმეა ის ინარჩუნებს მაგრამ ის წყარო რა უნდა იყოს ესე იგი უნდა იყოს დენი ცირკულირება ამიტომ აი სომხეთში აკეთებდნენ აზარცონების სკოლის წარმომადგენლები აკეთებდნენ ასეთ შრომებს სადაც ჰქონდათ ისინი studenti ზედენადი არის, მაგრამ ისინი აკეთებდნენ ასეთი კურსებს. სადაც მაგნიტური ვექტორის ერთმანეთ ცენტრი. დრომისფერი. და მაშინ ნახეს, რომ თუ გვაქვს 7% მაინც მუტებისა, მაშინ აი ზედენადი კომპონენტები შეიძლება წაიღოს ისინი და მაშინ შეიძლება გრეგები და აი ეს გრეგები იქნება ერთმანეთის პარალელურად და მაგ შეკრება შესაძლებელია. ესეთი არის. მაგრამ ამის მინუსი უკვე დიდხანს იყო ეს. ერთმანეთის პარალელურია მაგნიტური მომენტის და ელექტრონის. და მაგრამ ეხლა მე რაღაც ამის მაგარი მე გააკეთეს აი ეს და პრობლემა ის იყო რომ ასეთ კურსებს არ უნდა არსებობდნენ ისე რაღაცა კუთხე მაინც უნდა არსებობდეს. და მე გააკეთეს ჰელიუმ 3-ზე გააკეთეს და თეორეტიკოსები გოგი ხარაძე ალკოჰოლზე და მე იგივე ექსპერიმენტი ჩაატარეს ფინეთში, რაღაც მოსკოვის ნამდვილად ინსტიტუტში და ფინეთში. და გააკეთეს იქ ექსპერიმენტი, სადაც აჩვენეს, რომ ჰელიუმ 3-ში თუ კვანტურ მექანიკურად გათვლება იქნება საკმაოდ დიდი კუთხე. მაგრამ ისინი არ უკავშირებდნენ ამის პროცესს. ხო, მე მგონი პრობლემა ისიც არის, რომ აი ნეიტრონული ნივთიერება ასეთ დიდი სიმკვრივის მქონე. ფუნდამენტურ დონეზეც კი ბევრი რამე არ ვიცით, მაგალითად, როგორია მდგომარეობის განტოლება ასეთი ნივთიერებისა რა. აქ არის რამდენიმე მოდელი, აი შაპირო-ტუკოვსკის წიგნში მთელი თავი არის ამაზე, როგორი შეიძლება იყოს მდგომარეობის განტოლება ნეიტრონულ ნივთიერებაში. ეს ხო ლაბორატორიაში არავის არ შეუქმნია, ამიტომ აქ შეიძლება მხოლოდ აი ესეთი წმინდა თეორიული მოდელირების გზით, თქვათ, რაღაცეები ვივარაუდოთ და
შესაბამისად, ამიტომ ძალიან ცუდად არის შესწავლი საერთოდ აი რა ხდება პულსარის შიგნით, როგორია. აი ამ ნამდვილად შეიძლება ის არის აი ეკლაფას მინუზე მახაჯანის ასე ვთქვათ სტატია გამოფხიზდა და კომენტარი. და მე გონია რომ ის რასაც ამ სიტყვებს არ ამბობს ზედენამია ის და ის ამბობს თვითორგანიზაცია რასაც ის და ასე შემდეგ, მაგრამ შეასით მე მგონი ძალიან გავსინდა რასაც აკეთებ. ზედენამიის კონცეფციის კონკრეტულად. ისე რომ ზედენამის დაფარაკი არ უნდა გაქრა. ზედანობის გარშე დედამიწის მაგნიტური ველი ატოა და ასოცირებს ისაა ყოველში რაღაც სიტყვებს ვამბობთ მიქა. არა, უსახარ რაც არის და დაგეცხოვოთ და არ ვიცი. არა, ეს აქაც ცნობილია, რომ ახლა ზნედა ისაკეში წოიყურებთ, დაბინგული არის და შორიდან წოიყურებ ჩანს. ახლო და წამიდიხარ ყოლებს და რა გზადდება. ეს ასე არის ისიც. ისიც რომ აი შორს როცა იპოვება ობიექტი, იმას უფრო მეტი ზეზე ჩვენ მეტი ვიცით. მე ვფიქრობ, რომ რაღაცას ვთქვით, იმიტომ რომ ჩვენ თავად დეტალებს ვერ ვხედავთ და ამიტომ პატარა დეტალების ახსნას ვცდილობთ და თავარი ზოგადი ის რჩება განსაკუთრებით. დიდი მადლობა ბატონ გია კიდევ ერთხელ.